ჩემთვის სულიერება და სიყვარული თითქმის უტოლდება. სიყვარული კიდე ჩემთვის შეთანხმებულობის ძალა, კომუნიკაციაა. საქართველოს კომუნიკაცია თვითონ გეოპოლიტიკურად და ჩვენ ეს შანსი გვაქვს, ოღონდ შანსი პოტენციაში გვაქვს, რომ შეგვიძლია მივცეთ რეცეპტი, უნდა რა, იმიტომ რომ მარცმაგრები ვართ ქართველები ვართ რა, რეალურად ჩვენი გეოპოლიტიკური, ჩვენი წინარე გამოცდილებიდან აი სიყვარულის ელემენტები, სწორი კომუნიკაციის. პასუხისმგებლობაა ეს. ეს პასუხისმგებლობა. ეხლა ძალიან გვიჭირს რა უბრალოდ ჩვენ ქვეყანა. აჭრილები ვართ და მაგაში დავლაგდებით. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ვარჯიში შეხვედრაც, სადაც ტვინისა და გულის გაერთიანება ხდება. ჯერ ტვინი უნდა მოვიდეს წონასწორობაში და მეორე უკვე გულთან დაუკავშირდეს. თუ ტვინი არ გაწონასწორდა, გულთანაც ვერ შედიხარ ისეთ კონტაქტში. ამიტომ ჯერ ის აზროვნების აპარატი უნდა მოვიდეს წესრიგში. ნუ მე გავხადო გული გონიერი. და ბოლოს ტვინი გულისხმიერი. თორე ტვინი გულის გარეშე ძალიან საშიშია. კი, საშიშია. ძალიან საშიშია თუ აზროვნების პროცესში. არ ვარ გახო. იქ სხვადასხვა ასპექტების წონასწორობაზე ვსაუბრობთ იქ, რომ სიბრძნე, სიყვარული და ძალა წონასწორობაში უნდა იყოს, იმიტომ რომ მე თუ ძალა მაქვს და მოკლებული ვარ სიბრძნეს და სიყვარულს, შეიძლება მაშინ ეს ძალა ბოროტად გამოვიყენო, რაც ისტორიაში უამრავი ფაქტია და ეხლაც ხდება ჩვენს ხო არეალში, სოფლიო დონეზე. თუ მარტო სიყვარული მაქვს და მაკლია სიბრძნე და ძალა, მაშინ ბრიყული სიყვარული შეიძლება იყოს და მარტო სიბრძნე მაქვს, იგივეა რა, მოკლედ სამივე წონასწორობაში უნდა იყოს.